მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ჯერ მინდა მოგილოცოთ ეს ახალი წელი. გქონოდეთ ბედნიერი წელი, წარმატება და სიყვარული. ახლა ქალბატონებო, თქვენზე იქნება გაშლა, მოთავსდით ლამაზად, იფიქრეთ მარტო თქვენზე და დავიწყოთ. თქვი ამ წუთას შენი სახელი. დაბადების წელიც თქვი და ვნახოთ, ჯერ რა მდგომარეობით მოხვედი ახლა. რა მდგომარეობით ახარ მოსული? ჩემო კარგო, ამჟამად თითქოს როგორ ახარ მოსული, იცი? თითქოს გამწარებული ხარ რაღაცაზე და რაღაცა სიკეთისკენ კი არა, რაღაცა უფრო სიბოროტე ჩანს, ან რაღაცა სიძულველი ჩანს. თითქოს რაღაცა გინდა რომ შური იძიო, აი ასეთ მდგომარეობაში ხარ, ძალიან გახსოვს ბუხმა, რაღაცაზე გამწარებული ხარ. თან გინდა რომ თქვა, ილაპარაკო, იყვირო, მაგრამ გაჩერებული ხარ. უფრო თითქოს უფრო ბარაქისკენ მიიწევი. რა პრობლემა გაქვს? პრობლემა რა გაქვს, იცი ჩემო კარგო? მოლოდინში ხარ. ჭიშკარი დაკეტილია, ბევრს ითმენ და ამ დროს ძალიან სიბნელეში შედიხარ, იცოდე? ეს შენთვის კარგი არ არის. კარგი, ნახოთ კიდე რა ხდება. ცოტა არ იყოს ეგოისტიც ახარ. ამოგივიდა აქ რაღაცა ფული. ფულიც ამოდის, ბარაქაც არის, მაგრამ შენ ისე იჭვიანი ხარ, ისეთი ცუდი გრძნობები მოგდის, ეს აუცილებლად უნდა გადაყარო. კარგი? ჯობია ცოტა არ იყოს, თავი გამოიკეთო, რომ სიყვარული, ბედნიერება და წარმატება მოგივიდეს. ისე ფასი გადევს. ფასი გადევს ძვირფასო, რაღაცა ხელმოსაწერი საქმე კიდე ჩანს აქა. რაღაცა საქმე გინდა რომ გააკეთო. ან ახალი საქმეა, ან რაღაც საბუთზე ხელმოსაწერი საქმე შეიძლება გქონდეს, მაგრამ ჯერჯერობით ამობრუნებულია ეს შენი საქმე. კარგი, მაშინ ვნახოთ, როგორი ნეგატივებით მოხვედი. რა ხდება შენ ცხოვრებაში? კიდე თქვი შენი სახელი, დაბადების წელი და ვნახოთ, რა ხდება შენთან. წარსულს როგორს უყურებ, იცი? ვარსკვლავი ამობრუნებულია, ესე იგი რაღაცა წარმატება ამობრუნებულა შენში. ურთიერთობა ცუდად დამთავრებულა და ამოგივიდა გასაღები, ამობრუნებული. ეს რას ნიშნავს ამობრუნებული გასაღები? თითქოს 4 კედელი ამოგიშენებია და 4 კედელში გამომწოდეულ ხარ. კიდე რა ხდება? ნეგატივი რო გითხრა? კი, არის ნეგატივი, მაგრამ ნეგატივიც ამობრუნდა, ჩემო კარგო. თითქოს ვადა გასდის ამ შენს ნეგატივს. უბრალოდ შენ გეუბნება აქ კარტი, რომ შენ თვითონ უნდა შეიცვალო. უნდა შეცვალო შენი ცხოვრება შენ თვითონ. შენ თვითონ უნდა შეიცვალო ხასიათებით, ან ადგილი უნდა შეიცვალო. მამაკაცთან უნდობლობა გაქვს და ამაზეც ნერვიულობები ამოგივიდა. ქონია უშანსობა ძალიან დიდი, ბევრ ზარალს ვხედავ. ერთ ადგილას ტრიალებდი, არაფერი არ შეცვლილა.
კარგი, მაშინ ამის მერე რა მოხდება? რა იქნება, ვკითხოთ კარდს. ამორჩეული გზა გაქვს. გზა კი ამოგირჩევია წარმატების, ჩემო კარგო, მაგრამ ენა აფუჭებს რაღაცა საქმეს. რა საქმეს აფუჭებს? შეიძლება შენი საქმე, შენი ამორჩეული გზა სხვასთან არ უნდა თქვა, ან ბევრი არ უნდა ილაპარაკო, თორე საქმეც გაგიფუჭდება. კიდე რა გელოდება? შიშები ამოგივიდა, ვაითო ყველაფერი წყალში ჩამეყარა. აი ესეთი შიშები გაქვს, მაგრამ ნუ გიშინია. კიდე რა გელოდება? მტერი გყავს, ჩემო კარგო. მტერი აუცილებლად უნდა მოაშორო. აქ მიჩვენებს პიროვნებას, უკან მობრუნებას მიჩვენებს, მაგრამ რა? აქ შეიძლება იყოს რაღაცა ცუდი ჩდება ამ მამაკაცში, თუ მამაკაცზე ფიქრები გაქვს. ან სვავს, ან ეწევა, ან იკეთებს, ან თამაშობს. აი ეს პრობლემა ჩანს აქა. კიდე რა გელოდება? აქ ამოგივიდა ვიღაცა ქალბატონი. თითქოს ლიდერობაზე წინსვლაკი გაქვს, რაღაცა ახალი ამბებიც გიჩანს, მაგრამ რა არის, იცი? თითქოს უსიამოვნო ლაპარაკი გინდა, ან შეიძლება ჩაფიქრებული გაქვს, მაგრამ არა. ამობრუნებულია ეს კარტიც, ასე რომ ლაპარაკს, ხმამაღალ ლაპარაკს ჩხუბს, დავას აზრი არ აქვს. კიდე რა გელოდება? სიმაგრე გელოდება, მეგობარი გვერდზე გიდგება, გამარჯვება გელოდება, ჩემო კარგო, ოხონ ცოტა მოთმენა გჭირდება. ამჟამად ბრძოლა ამოგივიდა წარმატებებზე და ბედნიერებაზე. რას გაფრთხილებს კარტი? კარტი რას გაფრთხილებს, იცი, ჩემო კარგო? სერიოზული ნერვოზია აქა. არ შეიძლება შენი ნერვიულობა, არ უნდა ინერვიულო, თორე ეს ნერვიულობა თუ დაგემატა, უფრო ცუდი იქნება შენთვის. ბოლოს გაფრთხილებს კარტი, არ ინერვიულო, არ არის საჭირო. ამოგივიდა სახლი, ჩემო კარგო. სახლი ამოგივიდა. თუ სახლზე ფიქრები გაქვს, სახლი გექნება, თუ ოჯახზე ფიქრი გაქვს, ოჯახიც გექნება, იმიტომ რომ სახლი ამოგივიდა სწორედ. კარგი, ნახოთ ახლა 36 კარტში რა გელოდება? თქვი შენი სახელი, დაბადების წელი, ჩაიფიქრე სურვილი და ვნახოთ რა გელოდება შენ სურვილებში. და დავიწყოთ. ჩემო კარგო, აქ ვიღაცა მამაკაცს ვხედავ. რაღაცა ახალი ამბით, ან რაღაცა საჩუქარით, ან შეიძლება რაღაცა საბუთი ან წერილი ჩანდეს ამ მამაკაციდან. ამჟამად ძალიან ნერვიულობ. ან ამოგივიდა ვიღაცა ქვრივი ქალი, შავთმიანი ქალი, ან შავთმიანი გოგონა. ცოტა არ იყოს ნერვიულობით ამოგივიდა. შენ ცოტა არ იყოს განცდები გელოდება შენ სურვილებში დროებით. ამჟამად რო გითხრა, ცოტა არ იყოს პუსტად დგეხარ, გაპუსტავებული დგეხარ. ნახოთ რა გელოდება. ამოგივიდა კაზიონის სახლი. კაზიონის სახლის თაობაზე დიდი სიხარული გელოდება. შეხვედრა გელოდება, ჩემო კარგო, და ბოლოს რა დაგამშვიდებს ახალგაზრდა გოგონას და ბიჭზე. გექნებათ საქმიანი ლაპარაკი, სერიოზული ლაპარაკი უნდა მოხდეს. თქვენ საქმეს ლაპარაკით დაასრულებთ. საქმიანი ლაპარაკი გელოდებათ. კარგი. ნახოთ კიდე რა ხდება. გავაგრძელოთ.
ჩემო კარგო, რა არის იცი? თქვენ ამ ახლო პერიოდში ან რაღაცა მთავრობის საქმე გელოდებათ, ან რაღაცა სასამართლოს საქმე გელოდებათ, ან ჩქარი ადგილის ცვლილება გელოდებათ. ნახოთ, კიდე რას გვეტყვის კარტი. სადღაც საღამოს გზა გელოდებათ, ან მოგვიანებით გზა ჩანს. კაზიონის სახლში რაღაცა ღმერთის წყალობა კი ამოგივიდათ სიხარული, მაგრამ ეს პერიოდი, ჩემო კარგო, ნერვიულობა, ჯამრი და განცდები ამოგივიდა. ვიღაცა წყვილი ამოგდით, წყვილი, ცოლ-ქმარი შეიძლება იყოს, ან ჯვარდაწერილი ორი წყვილი ამოგდით, რაღაცა მაგიდა ამოგივიდათ ამის თაობაზე და ასევე ცოლ-შვილი ან მამაკაცთან აუცილებლად ლაპარაკი გელოდებათ და რაღაცა საქმის მოგვარება გელოდებათ, წარმატების დროშას აფრიალებთ. კარგი, სხვა რას გვეტყვის ნახოთ კარტი. ჩემო კარგო, ნახე, ისეთი მაგიდა გელოდება, რომელიც წარმატებას მოგიტანს. დროშა გიჭირავს ხელში, სერიოზულად რაღაცა საქმეს მოაგვარებ. გიჩანს საქმის მოგვარება. და ასევე ფორმიანი მამაკაცი იქნება, ბედგამონაცვალი იქნება, შავგვრემანი იქნება, ან ნაციხარი პიროვნება იქნება. აი ამ პიროვნებასთან მაგიდა გელოდება. შეიძლება უცბად არა, მაგრამ აუცილებლად იქნება. აქ ცოლიან მამაკაც ვხედავ, ახალგაზრდას, თითქოს ფული და რაღაცა განცდები და დარდი ამოუვიდა. ამოგივიდათ ხანში შესული მამაკაცი. ეს შეიძლება იყოს მამა, შეიძლება იყოს მეუღლე, ან შეიძლება იყოს უფროსი მამაკაცი არის. შეიძლება ექიმი იყოს, გააჩნია ხა ვინს როგორ. ამ მამაკაციდან ცოტა მოგვიანებით წარმატება გელოდებათ, საქმის მოგვარება გელოდებათ, სურვილი შესრულება, ახალი ამბავი და კიდე სიხარული გიჩანთ. კაი კარტი გაქვთ. ნახოთ რა გაგჭირდათ. ჩემო კარგო, აუცილებლად მზად იყავი, მაგიდა გელოდება. მაგიდა და ფული გიჩანს. რა დაგამშვიდებთ, იცი? ეს მამაკაცი, როგორც აგიხსენით, მეუღლეა, ან ვიღაცის მამა, ან ვიღაცის მეუღლეა, ვიღაცა უფროსი მამაკაცი ამოგივიდათ აქა. კარგი ახალი ამბები გელოდებათ, სიხარული გელოდება, ჩემო კარგო, და დიდი სურვილი შესრულება გრჩებათ. ახლა არ დაგავიწყდეს ვიდეოს მოწონება. თუ პირადი კონსულტაცია გნებავს, შეგიძლია მომართოთ 557 64 38 81. დამიკავშირდით ვიბერში ან ვატსაპში. ნახვამდის.